მოგესალმებით, ჩემო იღბლიანებო, ხო არ მოგენატრეთ? მე ნამდვილად მომენატრეთ. ამიტომაც ესე უცბათვე, როგორც უცბად გავხრი მაშინ აფხულში ისევე დაგიბრუნდით, შეიძლება დავარქვათ მეორე სეზონიდან. ნაბახუსებზე მოგესალმებით, არ ვარ თბილისის ზღვაზე. გადავალ თვალის სად ვარ, არ გეტყვით ჯერჯერობით, მაგრამ ფაქტია რომ აქ ვარ. ცოცხალი ვარ, მაგრამ ნაბახუსები ვარ. იმიტომ რომ ამ ყველაფერს უნდა გადაახვიოთ, გამოყვეთ ბოლოდან მთელ ვლოგს და გაიგებთ მოხვალთ აქამდე. მოკლედ და ასე და ამგვარად მომენატრეთ ჩემო კარგებო და ნახოთ მეორე სეზონში როგორ განვითარდება იღბალი და ჩვენი მოგზაურობები, რომელიც სხვათა შორის არც გაწყვეტილა იმის მერე, რაც თქვენ გახსოვთ. ჩემს ძველ კარგ ხალხს მივესალმები, არ მოვაკლოთ აქტიურობა და აბა გადაახვიეთ ახლა უკან ყველაფერი და წავედით. მოკლედ რა არ მინახავს, რამდენ აეროპორტში არ ყოფილ ვარ და აი ჟიპიტაური, დუდუკი და ფანოღი პირველად ნახე აეროპორტში რა. საოცარი ქვეყანა ვართ. ყავით ხელში ვარ ამჯერად და ვინც მიყურებდა წინა სეზონზე იცით რომ ჩემი მოგზაურობაში სულ იყო ჩეპეები. არც ეს არის გამონაკლისი, 2 საათით იგვიანებს თბილისის ფრენა თურქეთამდე და იმედია ბორდოს ფრენას მოვასწრებ. ვირბენ თუ არა თურქეთში კისრისტეხი თუ დავნებდები და ძალიან წვალებით ჩავალ ნახევარფინალზე, აი ეს არის ახლა თავარი საკითხი. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ მეორე სეზონში და აბა წავედით, ნახოთ როგორი იქნება ეს ჩეპე და მთლიანად ბორდო. წავედით. აუ ბიჭო, წადი, რო ჩამოვარდეთ თვითმფრინავი, ეგ ჟილეტი მიშველი. აუ ჩდებოდა და უკან აფრინდა მეღადავები. აუ კარგი. დაბრუნებაც ესეთი შეპეთი უნდა მოკლეთ, რა ჩდებოდა და აფრინდა ისევ უკან ჰაერში, ეთყობა ვერ დასვა. თუ რამე პატარა შანსი არსებობდა. Sayacağımız kaptanınız konuşuyor. Umutlu. Kule talimatı nedeniyle pisti pas geçtik. მოკლედ, Uçuşumuz normal süreç. აბა დუბლი 2 დასვი. დასვი ბიჭო, დასვი. ეს ეხა სწავლობს, მე მგონი დარებას ჩემზე სწავლობს და მე. ახან შენ დასვი ბორდოს აღარ ვჩივი ვარ. ისე ჩანს აქ ბორდოს წარწერა ეხა როგორც მე ჩინურის მასწავლებელი ვარ რა. მოკლედ გაიმაზა ფრენა როგორც მოსალოდნელი იყო. რა როგორ ხდება ხოლმე. იმედია ჩემი თამაში უფრო იღბლიანი გამოგდგება ვიდრე ეს ფრენა და ეხლა გავარკვევ რა ხდება და თქვენც გაცნობებთ რა, მომიწევს სტამბულში გათენება თუ ჩავახწევ როგორც იქნება ბორდოში. აბა ჰე. SOS, help, mayday. მოვდივარ. შემოვდგი ფეხი დაგეცეთ მეხი. ერთი გამოდის რომ ეხლა პასპორტ კონტროლი უნდა გავიარო რომ სასტუმროში გადამიყვანო და რა ხდება ნახეთ. აბოიე. აუ კაით რა ხალხო რა. ახალი ბორდინგ ფასი მაქვს ხვალინდელი ფრენის 24 საათი ვრჩები სასტუმროში და ველოდები ახლა რომ გადამიყვანონ მინივენით სასტუმროში. კომპენსაცია უნდა მოვითხოვო რა, იქნება მინას ღაურონ. ვიტყვი რომ ბიზნეს კონფერენცია გავმაზე და დიდი ფინანსური ზარალი ვნახე რა. კაი ხრიკია. ჩემპიონთა თასის ნახევარფინალზე უნდა წავიდე საფრანგეთში. სად მიგხავთ თქვენი? სად მიგხავთ მიტაცებენ მქონი ჯამათიდან. გვეშველა. მოვედით. აბა. ჰილტონი, თითქოს არ ჩანს ცუდი.
არა გვიშავს. ერთი ღამისთვის გამოდგება რა. რას ვიზავთ? უნდა შევეგუოთ ბედს და გავატაროთ ტყვეობაში ერთი დღე. ყველა ბედნიერებასთან ერთად მოლას ღრიალიც დამემატა. მიდი გენაცვალე, მიდი, ეს თელი ღამე არ გაჩერდება მე მგონი. მაგარი ხმა აქვს. მოკლედ, ცოტა ვივარჯიშე ოთახში, რაღაცა აზიდვები, რაღაცები გავაკეთე. და ეხლა უნდა გავიდე და ვივახშმო სასტუმროში, რადგან ისაუბრება, ახშამიც გეკუთვნის იმდენი ხანი გაგაჩერეთ სტამბოლშიო და წავიდეთ და ესეთი მონატრებული საუბრები რაგბიზე ვისაუბროთ, გამომყევით, ერთად ვივახშმოთ, რა იცი რას გვაჭმევენ და თან ვისაუბროთ რაგბიზე და დრო გავიყვანოთ. აბა ჰე. ესა ჩვენი სადილი. უფასო სადილის კვალობაზე ისეთია რა. შეერი არ დარჩები. მოკლედ ძვირფასებო. ეხლა ბორდოს ქუჩებში უნდა ვსეირნობდე და იქაურ ქუჩებს უნდა გათვალიერებინებდეთ და ვსაუბრობდე რაღაც მაღალფარდოვან თემებზე. თუმცა ვარ სტამბოლში ძალიან რენდომ სიტუაციაში, მაგრამ ესეთია ცხოვრება. შეიძლება აღმოჩნდე ძალიან ისეთ უცნაურ სიტუაციაში და მუღამიც ეგაა რომ სწრაფად უნდა ადაპტირდე. მიხარია მოკლედ ეხლა მთავარ საკითხს რომ დაუბრუნდე რომ აქ ვარ, თქვენთან ვარ ისევ ამ ვიდეოს ვაკეთებ. რატო გადავწყვიტე თითქმის 1 წლიანი პაუზის მერე დაბრუნება? იმიტომ რომ მარტივად ძალიან მომენატრა YouTube და ვიდეოების კეთება. ჩემს ძველ ვიდეოებს რო გადავალებდი ხოლმე თვალს, ცრემლებს ვვრიდით ხო ეხლა მოგატყუებთ, მაგრამ ძალიან მენატრებოდა და რაღაც ნოსტალგიას იწვევდა. მართლა მაგრა შევბერეთ რა მაშინ რა, უბრალოდ ზაფხულში რო შევწყვიტე ის თითქმის 1 წლის უკან წინა ზაფხულში ის მოღვაწეობა, ძალიან დიდი გეგმები მქონდა, ლომების ტურნეზე მივდიოდი, მე ზელანდია, აფრიკა იყო ძალიან მაგარი რაღაცები იყო წინ, მაგრამ იმდენად დიდი წნეხი მოდიოდა და იმდენად დიდი რაღაცეები მოდიოდა წინ, რომ გადავწყვიტე რომ YouTube გვერდზე გადამედო და რაღაცა პროფესიონალურად მივდგომოდი რა, იმიტომ რომ ცოტა უხერხულია ახლა რაღაც სამსაჯო გარემოში კამერით რომ დაადიხარი ისეს, ამიტომ მაგ მომენტებს ძალიან უფრთხილდები რა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ახლა გადავწყვიტე რომ რაღაც დავბრუნდე. არ ვიცი ახლა ეს გაწერილი გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ მართლა ვინც რაგბის გულშემატკივარია და უნდა რაგბი რომ საქართველოში იყოს და ეს რაგბი ეგრეთ წოდებული რაგბის დუჟენი არსებობდეს, იმისთვის შევეცდები რომ მართლა გავაკეთო ეს ვიდეო ეფირა და ეხლა მოკლედ თურქეთში კი აღმოვჩნდი ერთი დღე, მაგრამ ესეც საინტერესოა რა. მიზეზი ეს იყო, რომ დრო აღარ მქონდა და აქტივობაც მაინც და მაინც დიდი არ იყო. ეხლა აქტივობა ალბათ იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მაშინ იყო, მაგრამ არაუშავს, იქნება რაღაცა გავაღვივოთ რაგბი მეტად საქართველოში და 20 წამდელების სოფლიო ჩემპიონატი მოდის და ეს ძალიან მაგარია რა. ეხლა წავიდეთ ბორდოში, ხვალ უკვე იმედია ჩავალ და ამ ძალიან მაგარ თამაშს, ბორდო ბასის თამაშს მოვაგრიხოთ კისერი. ეს არის ნახევარფინალი, ეს არის 6 ერის გაგრძელება და ამაზე დეტალურად უკვე ბორდოდან ვისაუბრებ. აბა ჰე. ჩამოვედით, მეგობრებო, ჩამოვედით ბორდოში. არაერთხელ ვინც იცის, ხედავთ ცნობილი ვენახი ბორდოს აეროპორტში გადახედეთ. აქ რა მოგიყვანა შემადლიანო ეს ტექსტი ნათქვამი მაქვს მე წინა ჩემს ბლოგებში, ვინც ჩემ ძველ ვიდეოებს უყურებს, იმან იცის. წვიმს ბორდოში, ვენახი აეროპორტში საკმაოდ ექსტრავაგანტულია. ამით ხაზს უსვევენ ბორდოელები თუ რამდენად უყვართ ღვინო და ასე შემდეგ. მაგარი წვიმაა, მაგრამ ტემპერატურა კაია. როგორც იქნა ჩამოვედი და მიხარია და რაც თქვი თურქეთში უნდა გავაკეთო რა, აი ხვალინდელ თამაშს კისერი უნდა მოვაგრიხო. აბა წავედი. სასტუმროს counter-ზეც ესეთი ამბავი. A bigger flag for Bordeaux. It's the only ones we have. It's a good job. Yeah, it's the only ones we have. Good job. დილა იწყება დეტოქსის მიქსით. მეტი არა ჩემი მტერი. დეტოქსმა იმუნობიდან გადავედი ყავაზე, რა თქმა უნდა. სწრაფი ყავა ეხლა დილა ჯერ ჩემს არ გაუღვიძიათ. გავალ წყალსაცავის პირას და მოგიყვებით ფიქრი წყლის პირას იქნება ეს ეპიზოდი.
დიდი ნახევარფინალის წინ. აბა წავედით. ესეც ასე ძვირფასებო გამოვისეირნე მოკლედ დილით. შვენიერი ამინდი გათენდა გუშინდელი ტორნადოს მერე ბორდოში და გვპირდება რომ ძალიან კარგი სარაგბო ივენთი უნდა შედგეს რა. კაცი იფიქრეთ ბორდოში კი არა სადღაც კურორტზე გაქცეულიო და არ არის ეგრე. ბორდოსაც აქვს თურმე ესეთი წყალსაცავები ქალაქში. ძალიან მაგარ თამაშს ველოდები ერთგვარ გაგრძელებას 6 ერის ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირებას, იმიტომ რომ ამ ორ კლუბში მრავლად არიან ორივე ნაკრების წარმომადგენლები. ისმის კითხვა, სტრესში ვარ, განვიცდი, ნერვიულობ. პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად არა. იმიტომ რომ 1 წლის მანძილზე, 1 წლის ინტერვალში ორჯერ ვიმსაჯე საფრანგეთი ინგლისი 6-ზე, ლომების ტურნე მთლიანად და მესამე საფინალო ტესტი და ზელანდია აფრიკა, რომელიც ალბათ ყველაზე რთული სამსაჯო არის ისტორიაში. ამიტომ ეს მომენტი ნერვიულობის და წნეხის გადალახულია უკვე დიდი ხანია. უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ თამაშის მერე იქნება ისე ემოციები, ნებათაღელვა, გინება, წყევლა, სიკვდილის მუხარებით და ასე შემდეგ. ამასაც მივეჩვიე, ესეც ემოცია, ესეც ბუნებრივია და ადამიანი ესე ცხოვრობს დღეს ნეგატივით უმეტესად და ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი რომ ვისიამოვნო. დღევანდელი მიზანი არის რომ უნდა ვისიამოვნო ძალიან მაგრად დღევანდელი თამაშით და ივენთით და თქვენც ამას გირჩევთ რომ რასაც აკეთებთ იმ ყველაფრით მიიღეთ უდიდესი სიამოვნება, იმიტომ რომ ამას დიდ ბედნიერება არ არის ქვეყანაზე. თამაში გაიმართება მატმუტ ატლანტიკის სტადიონზე და არა ბორდოს სარაგბო სტადიონზე. დიდ თამაშებს ბორდო აქეთ თამაშობს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სტადიონია და უნდა დაგათვალიერებინოთ ეგ სტადიონი, რადგან მე მგონი წინა ბლოგებიდან არ ჩამიწერია ეგ სტადიონი რა. გამოვყევით, იმიტომ რომ ოიაში გრძელდება და მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ ისევ YouTube-ზე, იმიტომ რომ მომენატრა როგორც ჩანს აქავრობა. აბაჰე. კამანდა ნახეთ უკვე რა ხოძეა, გენაცვალე ძმებო. აი მზადება ფინალისტვის, კი არა ნახევარფინალში დაწყებულია. აქეთ, ნახეთ ფართია აქეთ. ოპოპო. ეხა აი ამ სამს როგორ უნდა თხოვო რომ არ მაგინო თამაშს. მზადება იგრძნობა ბარი. ავსეა. ფანები ერთად არიან, ბორდოსი და ბასი. მოკლედ, წერან წვიმდა, ეხა მაგარი მზე გამოვიდა, მაგრამ გვეშველა. ყველაფერი მზადაა. ხალხი ქუჩაში უკვე მთვრალია, ბარები სავსეა. სტადიონი არის 10 წუთის სავალზე და ფეხით ვაპირებთ გადასვლას. უარი თქვი ტრანსპორტირებაზე, იმიტომ რომ უნდა შეიგრძნო ეს გზა, რა თქმა უნდა და შევეცდები განახოთ გზაში თუ რა ხდება და როგორ შევალთ სტადიონზე რა. აბა ვნახოთ. Happy? He's very happy with the weather. Look. მოკლედ ესეც ჩვენი შემოსვლა სტადიონზე. საოცარი სტადიონია, როგორც ხედავთ, ფრანგეთს ეს რაღაცები არ ეშლება. საკლუბო რაგბისთვის საკმაოდ დიდი. ეხლა როა მოვემზადო და გაუძღვე ამ შესანიშნავ თამაშს და იმედს ვიტოვებ, რომ გადავარჩევი. აბაჰე. What a special day, semi-final day. The front row face-off or the back row brawl. It's going to be well worth watching. It's good afternoon. But the Bath fans are here, they're loud. It's going to be a monumental battle, match-ups galore. Luckily the rain has cleared for the moment. The foot races are on. Here we go then. Oh, and through the hands of Barbary.
აი ესეთია ჩვენი სტადიონი თამაშის მერე. ძალიან მაგარი თამაში იყო რა. ძალიან ბევრი რაღაცები მოხდა და მგონია რომ ძალიან კარგი გავარჩევ თავი. ეხლა ცოტა დალევა მიდის. იმედი მაქვს ისე ამოვიდ. ვოიაჟი გრძელდება. ლაუნჯიდან გავყარეთ ყველა და ჩვენია ლაუნჯი დავისაკუთრეთ, აბა შეხედეთ. Ale, hop. ავიდა სმა და ჭამა. On clear. Yes. Oh, very good. I told him like you. Oh wow. აი თუ იღბლიანი არ ვარ. ნამდვილად იღბლიანი ვარ. აი ესეთი ჩარხება. გამოიწერეთ. I'm a winner for today. Oh. ემენ ცოტა ბევრი მომივიდა. შამპანიური არ უნდა დალიო კაცმა. ღირსი ვარ, ღირსი, შამპანიურს რო სვა ვარ ღირსი. მოკლედ, მეგობრებო, იმედია ისიამოვნეთ. თამაშით, ვინც უყურეთ, ვინც არ უყურეთ მომენტებით, ცოცხალი ვარ, ჯერჯერობით. ისო ბორდოში ვარ და არ ვამთავრებ ვოიაჟს, სალაპარაკო მაქვს თქვენთან. და აქვე ვიპოვე ერთი კაი სტეიქჰაუსი. როგორ გავუშვებ მაგ შანსაბა ხელი და წავედით. ეს არის სტეიქჰაუსის ქსელი საფრანგეთში, ჰიპოპოტამოსი ქვია. იმედია მაგის ხორცს არ მაჭმევენ რა სახელიც. აბა შევედით. სურათი მშვენივრად გამოიყურება მინდა გითხრა. ალბათ ესეთი არ იქნება. ესე ჩვენი სტარტერი და სამაიმუნო აპეროლი. მოკლედ აპეროლით მაიმუნობ გამოვდივარ ეგრეთ წოდებული შამპანიურის პახმელი. ხათმის ფრთების სტარტერიც მოვიდა. რიტუალ ცხოვრობ. შამპანურს ვსვავ, აპეროლს ვსვავ პახმელიაზე. რა ვქნათ მოო. ევროპა ესეთია. მოკლედ სანამ სტეიკი მოვა. თამაში მინდა 1-2 სიტყვა თქვა რა. ძალიან მაგარი თამაში იყო. საკლუბო რაგბის დონეზე ხლა რაგბში მაინც არის სანაკრებო დონე, 6-ერი და Nations Cup-ი რაც მოდის და ასე შემდეგ. საკლუბო რაგბი ეგ დონეზე ვერ არის. ზოგადად რა. საკლუბო დონის რაგბისთვის იმდენად მასშტაბური ივენთი იყო. რაღაც მე მგონი 6 მილიონმა არტყა აუდიენციას და სავსე იყო სტადიონი და 6-ერის ესეთი ატმოსფერო იყო რა. ზოგადად ეხლა ფრანგებს როგორ გამოცდე ყველაფერი კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ საკლუბო დონისთვის იყო ძალიან მაგარი ივენთი და თამაში მაგრა გამისწორდა. აი მაგრა გამისწორდა თამაში. ფიზიკური ესეთი კაი სარაგბო ჯახი იყო რა. ფრანგ დირექტორებს აბრალებენ რაღაც საჯებსო უმალავდნენ რაღაც გამეორებებს ვიდეოებს საჩუმალავდნენ რაღაც გამეორებებს ბორდო რაღაცას აშავებდა. საერთოდ აღარ მაინტერესებს ეგეთი რაღაცები აბსოლუტურად. აი ოდნავ ყურადღებასაც არ ვაქცევ რა იწერება მე სოციალურ ქსელებში, ვინ მლანძღავს, ვინ მაგინებს, ვიცი რომ ბევრი მლანძღავს, ბევრი მაგინებს და არ მაინტერესებს და თქვენს გიჩვენოთ რომ ეგრე იცხოვროთ რომ არ გაინტერესებდეს სხვისი არასაჭირო ნეგატიური აზრები. გაუმარჯოს კარგად ყოფნას და თქვენი საქმის კეთებას. ესეც ჩვენი სტეიკუნა დაჭრილი, პეპერკორნი და ფრი. ნიჩივო. ესე ჩვენი სტეიკი და ეხლა გადავდივარ მეორე ნაწილზე ამ საუბრის. მოკლედ როგორც ხედავთ დაუბრუნდი. მეორე სეზონი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ დაუგეგმავოთ მოგვიწია გაჩენება. შესაბამისად, არ ვიცი რამდენად ავაწყობ ახლა გრაფიკს და რაღაცა კონტენტს და ასე შემდეგ. აი. მაგრამ
მინდა რომ რაღაცა პერიოდში და რაღაცა დოზით ვიყო YouTube-ზეც, როცა მომიხერხდება, რაც მომიხერხდება, გადმოვიტანო და რაგბის ის რაღაცა არა თუ ისე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ვინც არის, იმისთვის გავუკეთო რა. ვისაც აინტერესებს მართლა. შესაბამისად, რჩები თქვენთან ჯერჯერობით ისევ მეორე სეზონს გთავაზობთ. შეიძლება რაღაც შეცვლილი ფორმატიც იყოს. შეიძლება რაღაცა მოჩდომა და საუბარიც იყოს თვითონ ამ სპორტზე. არ მინდა რომ ამ სპორტს, რავი, მინდა რომ ამ სპორტს ვემსახურო ბოლომდე რა. არ მინდა რომ გავეშვა რა მხრივ, რომ რაღაცა მარტო მოვიდანზე ვიყო რა და არ ვანახო ხალხს რეალურად როგორია ეს სპორტი რა. ეგ არ მინდა. შესაბამისად, ყოველგვარი მოლოდინების გარეშე არც გეუბნებით რომ გამოიწეროთ არხი, არც გეუბნებით რომ რაღაცა. არც სპონსორს ვიძებ, არა ვიცი რა თქმა უნდა. თუ ვინმე თუ გამოჩნდება ძალიან ეჭვმეპარება თავისი სურვილით, კი ბატონო, ძალიან ეჭვმეპარება. არც ვიძებ, უბრალოდ ვიქნები და რასაც შევძლებთ და როგორ შევძლებთ და რა დოზისად შევძლებთ, გავაკეთებ რა. საკუთარი რა თქმა უნდა. მადლობა, რომ ამ ვლოგზე იყავით ჩემთან ერთად. იმედია ისიამოვნეთ, კარგი სარაგბო ვლოგი გამოვიდა, როგორც ყოველთვის. აიჯახი, გალევა, ჭამა, მოგზაურობა, ჩეპეები და ჩვენი არხის ნიშა ყოველთვის იყო. იღვლიანი ეს არხის რა და დარჩით ჩვენთან გააზიარეთ რამ თუ გექნებათ სურვილი გაუზიარეთ მეგობრებს იმათვისაც რაგბი უყვართ და უნდათ როცა სხვანაირად დაინახონ ეს სპორტი რა. დარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. აბდროებით. სანამ გამოფრინდები საქართველოში, ზღაპრის ბოლო კეთილია და Turkish Airlines-ი მირიცხავს ძალიან კარგ კომპენსაციას იმ გამაზული ფრენის გამო. აი რატო ქვია ამ არხს იღვლიანი Lucky Man-ის არხი.